მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნამცხვარი დარიჩინის როლები. ხო და მინდა გაქცევრო ჩემი რეცეპტი მთლიანად თავიდან ბოლომდე. იმედია ბოლომდე ჩავამთავრებ ამას. ეხლა აქ მაქვს 500 გრამი ფქვილი, 11 გრამი დროჟი, ვანილი, 80 გრამი შაქარი, 80 გრამი არაკი, ან მარგარინი, ცოტა მარილი, კვერცხი, 1 ცალი და 200 გრამი თბილი რძე. ცოტა მარილი მოვაყაროთ. დროჟი. შემდეგ ჩავაყაროთ შაქარი, შაქარს მოვურიოთ. შაქარი, ვანილიც ჩავაყაროთ. ცხელი არ უნდა იყოს თბილი. გავიკეთებ როლები და ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათადი და ბევრი ვარიანტი მიცდია და სხვაშორის ეს არის ყველაზე კარგი და ოპტიმალური ჩემთვის, იმიტომ რომ თაფკი გამოდის ძალიან მე მომწონს პირადად. თქვენ თუ გააკეთებთ და გამიზიარებთ როგორ მოგეწონათ, ძალიან გამიხარდება. მაგრამ სხვაშორის მე თავსარც არ ვუკეთებ. თავსარცი, არ ვიცი, ეს მგონია რომ ძიმე იქნება. კლავ და კლავ. უნდა იყოს ფაფუკი. უნდა გავაჩეროთ მან სანამ არ ამოვა. სამე მოვზილე, გამოვიდა ესეთი. გამოვიდა. ეხლა მას გადავაფარებ არკს. და თბილ ადგილას დავდებ. დაახლოებით 1 საათში, საათნახევარში ამოვა კარგი ცამი და მე გავაგრძელებთ. მომზადებული მაქვს აი აქ შაქარი და დარიჩინი, თუ ყავისფერი შაქარით გაუკეთესი იქნება, დარწმუნებული ვარ. ასევე მაქვს გამძნარი კარაქი, ოთახის ტემპერატურაზე დავაყოვნე და დავიწყოთ ახლა და რა თქმა უნდა ჩემი საფრთხილები, რომელიც არის ძალიან პატარა და მოусმენ და ძალიან საყვარელი. დავიწყოთ. ორად გავუყოფ აი ამ მასას და დავიწყებ გაბრწყინებას. ახლა წავისმენ კარაქს. კარგად ესმევა, იმიტომ რომ გამძნარია კარაქი და ამ გამძნარ კარაქსაც კარგად მომყვება ხელში კარაქი, ასე ვთქვათ. კულინარია მაქვს სხვათაშორის ახალი დაწყებული. დიდი ხანია არ არის, რაც ამას მოვკიდე ხელი, რადგან მოგეხსენებათ, რომ კაცის გული კუჭზე გადის, ამიტომ გინდა არ გინდა, მე ისე გაკეთებ გემრიელი საჭმელი. და გემრიელი საჭმელი რო აკეთებ, მე თითქოს ამაყობ კიდევაც, რომ მე გემრიელი გამომივიდა, ხო და მეც ესე მომდის ხოლმე გემრიელი რო გამომდის, ძალიან ვამაყობ. ხოშორის ტკბილიც არ არის ძალიან. აქ არის სადღაც 3 კოვზი შაქარი და როცა ანაწილებ, მე ანუ როგორ გითხრათ, ტკბილი არ გამოდის თან. რადგან მეც არ მიყვარს ძალიან ტკბილი და თან ტკბილსაც ვერიდები. ეს სავსებით საკმარისია პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. გაშენეთ როგორ გინდა. შემდეგ ესე ვახვალ რულეტისებურად, რა თქმა უნდა. ამ სქილსაც ცოტა აი ესე გადმოვატარებ, რომ ცოტა უფრო გაიშალოს. რაც შეეხება გამოცხობას, მე ვიყენებ აი ასეთ საცხობ ფორმებს, რომელიც ძალიან მადგება. ამას ვდებ ხოლმე იმ ტაფაზე, რაც აქვს თვითონ ღუმელს და იმ ტაფაზე ვასხავ წყალს. დავუჭრათ ახლა იმ სიგანეზე, იმ სიგრძეზე, ისე როგორც თქვენ გაგეხარდებათ. და შემდეგ რა თქმა უნდა, აი ესე ჩავაწყობთ წყნარად, ლამაზად, კუღდად. ლამაზი დარიჩინის რგოლები.